ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. მოკლედ ვაჯამებთ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულთა პროცესებს. რა ვნახეთ და მოვისმინეთ სასამართლოში ამ ეტაპზე. 1, 2, 3, 4, 5 და სასახლის ხობის პირველი სექცია ვარდება. ეს იგივე მომენტია სხვა რაკურსიდან. იმავეს ადასტურებენ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან მყოფი ადამიანებიც, რომ ღობის პირველი ფრაგმენტი სულ რამდენიმე წამში, რამდენიმე შეჯანჯღარების შემდეგ გადაინგრა. ადგილზე ვითარება სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა. პროცესზე დაკითხულ ბრალდების მხარის მოწვეთა თქმითაც, ღობის პირველი სექციის ჩამოვარდნის დროს მას რამდენიმე ადამიანი თუ ეჯაჯღურებოდა. 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან ხალხმა თავმოყრა დაახლოებით საღამოს 7 საათიდან დაიწყო. 112-ის კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად მედიის ყურადღების ფოკუსში სასახლის ჭიშკარია. სასახლესთან მისულმა ხალხმა მას ჯაჯგური დაუწყო. თუმცა მალევე ჭიშკრიდან ყურადღების ეპიცენტრი ღობისკენ გადადის. სწორედ ამ დროს გადაანგრიეს ღობის პირველი ნაწილი. როგორ მოხდა ისე, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ღობის ჩამოგდება სულ რამდენიმე წამში მოხერხდა? ხომ არ მოხდა მასზე რაიმე ისეთი ზემოქმედება, მაგალითად დამაკავშირებელი ნაწილების გადაჭრა, რომ შემდგომ მარტივი ყოფილიყო მისი ჩამოგდება? ეს შეკითხვები საზოგადოებაში იმ დღესვე გაჩნდა. საზოგადოებამ ასევე გაიხსენა წინა დღით ირაკლი კობახიძის ეს განცხადებაც. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. ამ განცხადების გამო არაერთხელ დადგა სასამართლოში ირაკლი კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობა. პასუხის მისაღებად თუ რა იგულისხმა მან სიურპრიზში. უნებრივია, რომ ეს მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. ბრალდებულებმა დააფიქსირეს ერთობლივი პოზიცია, მათ აქვთ უნებრივია პროტესტი იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება და მათ თავს ხდება. 5 ოქტომბერს გაკეთებულ კომენტარში ირაკლი კობახიძემ სიურპრიზი ასე ახსნა. ფიზიკური ძალის გამოყენებით მათ გადაანგრიეს ღობე. ხო, ეს არის ყველაზე მარტივი, რაც შეგიძლია გააკეთო და შემდეგ სადეს შიგნით შეჭრა. თუმცა მათ დახვდათ სიურპრიზი. მათ ეგონათ, რომ ათონელის სასახლე იყო ცარიელი, თუმცა დახვდათ სიურპრიზი, გამოვიდნენ სპეცრაზმელები და მიიღეს სათანადო. ხო, მაგრამ პროკურატურა ღობის წინასწარი დაზიანების ვერსიის გაქაცვლებას ღობეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ცდილობს. ექსპერტიზა კი ასე ჩატარდა. ტრასოლოგი ექსპერტები ათონელის სასახლესთან 5 ოქტომბერსვე მივიდნენ. დაათვალიერეს აქციული ღობე, დაასურათეს და დასკვნას იმ დღესვე დაწერეს. ვიზუალური დათვალიერების შედეგად სისხლის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ღობის სექციების დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის, ასევე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. 10 დღეში 15 ოქტომბერს გამოძიებამ ღობეზე მეორე ექსპერტიზაც დანიშნა. ამბობენ, რომ გაითვალისწინეს საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამჯერად ექსპერტებს კითხეს, აღენიშნებოდა თუ არა ღობის სექციებს ჭრის კვალი. ტრასოლოგმა ექსპერტებმა, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ პირველი დასკვნის მომზადებაში, ამჯერად დაწერეს, რომ ღობის სექციებზე ჭრის კვალი არ აღენიშნებოდა და რომ დაზიანება განპირობებული იყო ტეხის შედეგად. აღნიშნული ლითონის ღობის 5 ცალი ორნამენტული სექციის შესწავლით დადგინდა, რომ სექციები დაზიანებულია. კერძოდ, განცალკევებულია შედუღების ადგილებიდან და სამაგრებიდან. ასევე ლითონის ღობის სექციები დეფორმირებულია. აღნიშნული განცალკევება წარმოქმნილია ტეხის შედეგად, რაზედაც მოწმობს განცალკევებული კიდეების ზედაპირის ხორკლიანობა და არათანაბარი განლაგება. ლითონის ღობის 5 ცალ ორნამენტულ სექციების დეფორმაცია და განცალკევება დამაგრების ადგილებიდან წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად მიწოლით. საქართველოს პრეზიდენტის სასახლის 5 ცალ ლითონის ღობის ორნამენტულ სექციებზე ჭრის კვალი არ აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ ამ დასკვნის მოსამზადებლად მათ წინა დასკვნითა და ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოებით იხელმძღვანელეს. მათ ღობე ფიზიკურად მეორედ აღარ უნახავთ. დაცვის მხარე წარმოადგენენ ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. ის მათთვის არაკვალიფიცირად შესრულებული, ზედაპირული და მეთოდოლოგიურად გაუმართავია. პირველ რიგში ლითონზე ექსპერტიზა ჩაატარა იურისტმა და მე მგონი ამით საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება, რაც ვერ უპასუხა იურისტმა ლითონთან მიმართებით, ექსპერტმა ვერ თქვა, რამდენი შედუღების წერტილი იყო, ანუ რამდენ ადგილას ეძება ჭრის კვალი,
მან უბრალოდ ეს არ იცოდა. ექსპერტმა დაადასტურა, რომ მათ ღობის სექციები უბრალოდ არც კი აუწევიათ, რომ ენახათ მიწაზე დაცემის ქვედა მხარეს ხომ არ იყო რაიმე ჭრის ან მექანიკური დაზიანების კვალი. ექსპერტმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ მას არ შეუსწავლია და არც აქვს იმის ზონა შეესწავლა, ხომ არ იყო მაგალითად შედუღების დეფექტი. ექსპერტმა ვერ გამორიცხა ხომ არ იყო ხელოვნურად შექმნილი ტეხვის კვალი. ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე მის მისვლამდე ხომ არ ქონდა რაიმე манипуляციებს ადგილი ღობის სექციაზე. ექსპერტმა ვერ დაასაბუთა, როგორ გამორიცხა ჭრის ყველა კვალი, მაშინ როდესაც ლითონის ჭრის ძალიან ბევრნაირი მეთოდი არსებობს და ისინი სხვადასხვანაირ კვალს ტოვებენ. მთლიანობაში ეს არის მარტივად რო თქვათ, ექსპერტი მივიდა, დახედა და თქვა, რომ ეს გატეხილი უნდა იყოს და არა გაჭრილიო. მე არ მიხუმრია ბოლო წინადადებაში. იმისთვის რომ დაგვედგინა, ღობე ხომ არ იყო ხელოვნურად წინასწარ დაზიანებული, უნდა შესწავლილიყო ღობის შედუღების ყველა წერტილი, ხომ არ იყო რომელიმე მათგანი მაინც გაჭრილი, იმიტომ რომ ერთი ადგილიც რომ ყოფილიყო გაჭრილი, რა თქმა უნდა ის ღობის მედეგობას მნიშვნელოვნად შეამცირებდა და შესაბამისად ღობი ადვილად წაიქცეოდა, ისაც ვიზუალურად ნახა კიდეც საზოგადოებამ. ჩვენ საქმის პროკურორს ვკითხეთ ჭრის კვალის გამორიცხვა ფოტოებზე დაყრდნობით, რამდენად სანდოდ და ვალიდურად შეიძლება მივიჩნიოთ. ან რატომ არ მოხდა ღობის სექციების თავიდან დათვალიერება. ასევე 5 ოქტომბერს პირველი დასკვნის მოსამზადებლად სასახლესთან მისული ექსპერტები როგორ დააკვირდნენ იმ საკითხს, რაც გამოძიება მათ წინაშე 10 დღის შემდეგ დააყენა. პირველად ვინც ჩაატარა ეს ექსპერტიზა, აქ იყო 4 ექსპერტი, სწორედ იმ ექსპერტებიდან 2-მა ჩაატარა კვლევა და მეორე ექსპერტიზის დროს, ანუ მათ დათვალიერებული ქონდათ უკვე სასახლის ტერიტორია, დათვალიერებული ქონდათ ღობე, შესაბამისად ამის საჭიროება არ იყო და ეს განაცხადა თავად ექსპერტმა სასამართლოს ხდომაზე, რომ როდესაც მან პირველად დაათვალიერა ეს ღობე, მიიღო ის ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა საექსპერტო კვლევისათვის და იმის საჭიროება, რომ მეორჯერ დაეთვალიერებინა ეს ღობე, კეთი, უბრალოდ არ არსებობდა. 5 ოქტომბერს, როდესაც ექსპერტები, ტრასოლოგები ათვალიერებდნენ ღობის სექციებს. მათ უბრალოდ დაზიანება უნდა აღეწერათ. მათ რა იცოდნენ, რომ 10 დღის მერე თქვენ კითხვას დაუსვავდით ჭრის კვალზე და ამაზე რა არსებითი მნიშვნელობის ქონია ეს საკითხი. ბატონო, მათ ერთი წუთი მათ შორის ამ საქმეში ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ჩვენ პასუხობთ. გავიგე, ნახეთ მარტივად გიპასუხოთ ძალიან. რა გქონდათ იმას როგორ დააკვირდით? ჩვენ როდესაც დავნიშნეთ დამატებითი ექსპერტიზა, დადგენილებაში პირდაპირ მიეთითა, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა იმ საექსპერტო კვლევებისა და დამატებით წარდგენილი ფოტოების გათვალისწინებით. ანუ ბრალდების მხარემ თავადვე მიუთითა, რომ კვლევაში მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ ექსპერტებს, რომლებმაც ვალიდურია თქვენთვის, ანუ ასეთ ფოტოებზე დაყრდნობით, ჭრის კვალის ფოტოებზე დაყრდნობით, ხო გითხარით უკვე ექსპერტებს უკვე დათვალიერებული ჰქონდათ. აქ კიდევ ერთი საგულისხმო დეტალია. სად წავიდა ღობის სექციები. სასამართლოს ხდომების მიმდინარეობისას გამოიყო, რომ ღობის ეს სექციები დალუქული არ არის. ის ხელწარელის საფუძველზე 5 ოქტომბერსვე დაუბრუნეს ადმინისტრაციის წარმომადგენელს. ხდომაზე დაკითხულ მთავარი გამომძიებლის თქმით, ამჟამად ღობე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ინახება. შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელმა პოლიციელმა არამოღების მიზეზად დაასახელა სექციის გაბარიტები, ასევე ის, რომ ღობეზე ექსპერტიზა უკვე დასრულებული იყო. მას პროცესზე მოუწია იმის თქმაც, რომ ღობის სექციები პროკურორ ვაჟა თოდუას თანხმობით არ დალუქა. დათვალიერებული იყო ეს ღობე და გადაღებული იყო დაახლოებით 400 ფოტოსურათი. დათვალიერებაში მონაწილეობდა არაერთი კრიმინალისტი, ამავდროულად ჩატარებული იყო უკვე ტრასოლოგიური ექსპერტიზა და შესაბამისად არ იყო იმის საჭიროება დამატებით, რომ ეს ღობე გამოძიებას ამოეღო და გადაეტანა სხვა ადგილზე. სასამართლო პროცესებზე განხილვის საგანი გახდა 112-დან გამოთხოვილი ვიდეო, რომელიც დასაწყისში ჩვენ უკვე გაჩვენეთ. საქმეზე მტკიცებულების სახით დართულ ვერსიაზე არ ჩანს, თუ როგორ ვარდება ღობის პირველი სექცია. დაცვის მხარისთვის ეს შემთხვევითი არაა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს რაკურსი გამოძიებამ მიზანმიმართულად არ მოახვედრა ჩანაწერში. ეს ვიდეო კადრი თავად გამოძიებამ გააქრო 112-ის, ანუ სახელმწიფო უწყების ჩანაწერებიდან. ეს აშკარაა, ნათლად გამოჩნდებოდა რეალურად რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა დაჭირდა თუ არა ღობის წაქცევას. ეს დაამტკიცებდა იმას, რომ ღობე წინასწარ იყო დაზიანებული. პროკურატურა ამ ბრალდებაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ ამ ჩანაწერის გარდა საქმეზე წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა რაკურსის ვიდეოები, რაც მათი აზრით სრული სურათის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. ბრალდების წარმომადგენლები ვიდეოზე ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავენ. ამ მონაკვეთში ჩანდა
კონკრეტული რაკურსით გადაღებული კადრები, თუმცა საქმეში არსებობს სხვა ბევრი რაკურსით, რომელიც უკვე გამოკვლეულია პროცესებზე. არც ერთ ვიდეო ჩანაწერში ხელოვნური ჩარევა არ მომხდარა. იცოდით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე გამოძიებას არ აქვს ამოღებული ათონელის სასახლის კამერის ჩანაწერები. არ ჩათვალეს საჭიროდ. გამოძიებამ ამ საქმეზე ამოიღო 112-ის კამერის ჩანაწერები, სტრატკომის, ტელევიზიების, TikTok-ის, მაღაზია Collect-ისაც, თუმცა არა ათონელის სასახლის კამერები, რომელსაც წინხედიდან ექნებოდა გადაღებული ყველა მნიშვნელოვანი მომენტი, რა ხდებოდა სასახლისთან მანამდე და ხალხის შეკრების შემდეგაც. ამის საჭიროება არ არსებობს დღეის მდგომარეობითაც, ვინაიდან არაერთი ვიდეო მასალაა წარმოდგენილი არაერთი რაკურსით, თუ რა მოქმედებას ახორციელებენ თვითეული ბრალდებულები. რა დევს საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ? ამის შესახებ უკვე სტუდიიდან მოგიყვებით.